კოლუმბიის მემარჯვენეებმა დღესასწაულით დაიწყეს დილა, მას შემდეგ რაც აბელარდო დე ლა ესპრიელა კოლუმბიის უახლესი ისტორიის ყველაზე დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერად გამოჩნდა. მემარცხენე პეტრისტ კანდიდატ ივან სეპედას წინააღმდეგ არჩევნები მიმდინარეობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, გაჩერებული ეკონომიკის, ნარკოტრაფიკისა და გუსტავო პეტროს პოლიტიკური მოდელის უარყოფის ფონზე. დე ლა ესპრიელა, ადვოკატი, აუტსაიდერი და მეტსახელად ვებხვი, ფინალურ ეტაპზე შევიდა დონალდ ტრამპის საჯარო მხარდაჭერით და წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მისი მოკავშირეები უკვე არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ. ტრამპმა მიულოცა, მარკო რუბიო მას ესაუბრა, ხავიერ მილეი მიზეიმა, ფლავიო ბოლსონარომ აღნიშნა და კოლუმბიის მემარცხენეებმა უპასუხეს პროტესტით. ხმების გადათვლის მოთხოვნით ხოვნით თითოეული ხმის დათვლით და ეჭვის გამომხატველი განცხადებებით. კოლუმბია მხოლოდ ხელმძღვანელობის შეცვლა არ ეხილა, არამედ მძიმე პოლიტიკური გარდატეხა, სადაც მემარჯვენეები აცხადებენ, რომ წესრიგის დრო დადგა. უფრო მკაცრი საზღვარი, დანაშაულთან ბრძოლა და შეერთებულ შტატებთან უფრო მტკიცე დაახლოება. მიუხედავად იმისა, რომ პეტრომ სცადა შედეგის დამშვიდება და თქვა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ოფიციალური გადამოწმება, რა იყო გადამწყვეტი? რატომ გამოეხმაურა პეტრო? როგორ ჩაერთო ტრამპი თამაშში? ამას ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. აბელარდო დე ლა ესპრიელა მოიგო საპრეზიდენტო მეორე ტურის წინასწარი დათვლა 49,66%-ით, ხოლო ივან სეპედა მიიღო 48,70%. საწყისი დათვლის მიხედვით, რომელიც თითქმის ყველა უბნის მონაცემების შემდეგ გამოქვეყნდა, კოლუმბია გამოვიდა გუსტავო პეტროს 4-წლიანი მმართველობიდან. და წინ დააყენა კანდიდატი, რომელმაც პირობა დადო, რომ დაასრულებს დანაშაულთან დათმობის პოლიტიკას, გააძლიერებს უსაფრთხოებას და დაახლოებს ერს კონსერვატიულ ბლოკთან, რომელიც ამერიკებში იზრდება. არჩევნები კოლუმბიის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობით დიდ ქალაქებში, ძალადობისგან დაზარალებულ რეგიონებში და ასევე უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ხმებში. დე ლა ესპრიელამ შეძლო უსაფრთხოების პრობლემის თემის კამპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალად გადაქცევა. ამომრჩეველმა, რომელიც დაღლილი იყო გამოძალვით, გატაცებებით, ნარკოტრაფიკით, გერილებითა და დაჯგუფებებით, მოისმინა ერთი მარტივი დაპირება. სახელმწიფო კვლავ აიღებდა კონტროლს. ეს გზავნილი ღრმად შეაღწია ერში, რომელიც ქუჩებში შიში სულ უფრო მატულობ და პეტროს ეგრეთ წოდებული სრული მშვიდობის პოლიტიკით იმედგაცრუებული იყო. ივან სეპედამ სცადა თავი პეტროს პროექტის გამგრძელებლად წარმოეჩინა. დაიცვა სოციალური პოლიტიკის შენარჩუნება, შეიარაღებულ ჯგუფებთან დიალოგი და უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი დღის წესრიგი ახალი ნავთობის პროექტების წინააღმდეგ. თუმცა ამ დაპირისპირებამ ნათლა დაჩვენა, რომ კოლუმბიის გადამწყვეტ ნაწილს გაგრძელება არ სურდა, არამედ კურსის შეცვლა უნდოდა. დე ლა ესპრიელამ სწორედ ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი. მან პეტროს მთავრობა დაადანაშაულა უსაფრთხოების კონტროლის დაკარგვაში, ავტორიტეტის შესუსტებასა და კრიმინალური ჯგუფების მგზნობიარე რეგიონებში წინსვლის დაშვებაში. საერთაშორისო რეაქცია სწრაფად მოჰყვა. დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკვე გამოხატა მხარდაჭერა დე ლა ესპრიელასადმი მეორე ტურის წინ, დაურეკა და წინასწარი დათვლის გამარჯვებული მიულოცა. მარკო რუბიომ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ასევე დაადასტურა კონტაქტი და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ახალ კოლუმბიურ მთავრობასთან რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არალეგალურ იმიგრაციასა და ეკონომიკურ კავშირებზე ითანამშრომლებს. ვაშინგტონისთვის ეს გამარჯვება გზას უხსნის კოლუმბიას, რომელიც მეტად იქნება შეთანხმებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სუსტი საზღვრებისა და ნარკოტრაფიკის ქსელების წინააღმდეგ ზეწოლის სტრატეგიასთან. ხავიერ მილეი ზეიმში მტკიცე ტონით შევიდა. არგენტინის პრეზიდენტმა დე ლა ესპრიელა მიესალმა როგორც ეკონომიკური თავისუფლების, უსაფრთხოების და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ტალღის ნაწილს. მილეის გზავნილი აღიქვეს როგორც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ლათინოამერიკული მემარჯვენეები ცდილობენ უფრო კოორდინირებული პოლიტიკური ფრონტის შექმნას. ასეთი სახელებით როგორიცაა ტრამპი, მილეი, ბუკელე და ეხლა დე ლა ესპრიელა, რომლებიც ერთსა და იმავე დისკურსის ველში ჩნდებიან. ნაკლები ტოლერანტობა კრიმინალების მიმართ, ნაკლები გაბერილი სახელმწიფო და მეტი ეკონომიკური პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ფლავიო ბოლსონარომაც მიულოცა კოლუმბიელს და განაცხადა, რომ მემარჯვენე დღის წესრიგები ამერიკაში კვლავ იმარჯვებს. ეს განცხადება მედიაში შევიდა როგორც პირდაპირი გზავნილი ლულასა და პეტროს ბანაკისთვის, რომლებმაც ბოლო წლებში სცადეს გაეყიდათ იდეა, თითქოს ლათინური ამერიკა მარცხენა მთავრობების მიერ იმართება. კოლუმბია ამ ბლოკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ პეტრო პრეზიდენტი იყო. ახლა კი ძალთა ბალანსი იცვლება. ქუჩებში ლა ესპრიელას მხარდამჭერები ზეიმობდნენ ისე, თითქოს წლების დაძაბულობის შემდეგ კარი გაიღო.
ბარანკილიაში, ქალაქში, სადაც მან თავისი სიტყვა წარმოთქვა, მხარდამჭერები შეიკრიბნენ კოლუმბიის დროშები, ეროვნული ნაკრების ყვითელი მაისურები და პეტროს მთავრობის წინააღმდეგ ჩინააღმდეგ შეძახილები ისმოდა. კანდიდატი გამოჩნდა, დაცვით გარშემორტყმული, ხალხს მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა კოლუმბიელისთვის იმმართველებდა, მათ შორის მათთვისაც, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამავე დროს მან კაფიოდ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ავტორიტეტი პრიორიტეტი იქნებოდა. კრამის ყველაზე სიმბოლური ფრაზა მაშინ გაჟღერდა, როცა დელა ესპრიელა კოლუმბიის ვებხად წარდგა და მხარდამჭერების წინაშე გამარჯვების ტონი მიიღო. ეს მხოლოდ მარკეტინგი არ ყოფილა. ეს იყო კამპანიის ნიშანი, რომელიც ძალის, წინააღმდეგობისა და წესრიგის იმიჯზე აიგო. მან დაპირდა მეგასაპატიმროებს, კარტელებთან გამკაცრებულ ბრძოლას, შეიარაღებულ ჯგუფებთან რბილი მოლაპარაკებების დასრულებას და ინტერიტას და ინტერიტორიებზე სახელმწიფო კონტროლის ადგენას, სადაც კრიმინალები პარალელურ ძალად იქცნენ. ეს იყო ენა, რომელმაც ამომრჩევლის ნაწილის გული მოიგო. პეტრომ სხვანაირად იმოქმედა. კოლუმბიის პრეზიდენტმა სიფრთხილისკენ მოუწოდა. მან ისაუბრა დარღვევებზე და დაჟინებით აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო საბოლოო დათვლის დალოდება. მემარცხენეებმა სცადეს ვიწრო უპირატესობა გახადათ ხანგრძლივ პოლიტიკურ დაპირისპირებად. მაგრამ დელა ესპრიელამ უპასუხა, რომ შედეგი გამოცხადდა იმავე საარჩევნო სისტემით, რომელმაც პეტრო 2022 წელს ხელისუფლებაში მოიყვანა. მან მოითხოვა პატივი ეცად ხმის მიცემის შედეგისთვის და გააფრთხილა, რომ წინასწარი მარცხის მიუღებლობამ შეიძლება სოციალური კრიზისი გამოიწვიოს. ეს საკითხი დაძაბულობის ცენტრად იქცა. კოლუმბიის მემარჯვენეებმა პეტრიზმი დაადანაშაულეს იმაში, რომ არჩევნების შედეგების გაჭიანურება ხმაურით სურდათ. არჩევნებმა ასევე გაჩვენა გაყოფილი კოლუმბია. 26.3 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 41.4 მილიონი ადამიანი იყო ხმის მიცემის უფლებით. მაღალმა აქტიობამ აჩვენა, რომ დაპირისპირება არ ყოფილა მოდუნებული. კოლუმბიის მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე მივიდა იმის ცოდნით, რომ არჩევანს ორ სრულიად განსხვავებულ გზას შორის აკეთებდა. შეენარჩუნებინა პეტროსა და ცეპედას კურსი, თუ გადაეცა ქვეყნის მართვა მემარჯვენე კანდიდატისთვის, რომელიც უფრო ახლოსაა ტრამპთან და უფრო მკაცრია დანაშაულთან მიმართებაში. კოლუმბიის დიდი ნაწილი ცვლილებას ითხოვს. გამარჯვებული ბანაკის ეკონომიკური გეგმა გულგულისხმობს სახელმწიფოს როლის შემცირებას, საწარმოო ბაზის გაფართოებას, სტრატეგიული სექტორების გააქტიურებას და ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების ინტერესებს, რადგან კოლუმბია ვაშინგტონის ისტორიული მოკავშირეა და ცენტრალური ფიგურაა უსაფრთხოების, ვაჭრობისა და რეგიონული მიგრაციის მიმართულებით. უსაფრთხოების მიმართულებით დაპირებული ცვლილება კიდევ უფრო მკვეთრია. დელა ესპრიელა სურს დაასრულოს მოლაპარაკებები კრიმინალურ ჯგუფებთან, რომლებმაც მისი თქმით მოლაპარაკებები გამოიყენეს დროის, ტერიტორიისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად. იდეა ისაა, რომ ნარკოტრაფიკი და შეიარაღებული ორგანიზაციები პირდაპირ საფრთხედ განიხილონ სახელმწიფოსთვის. ეს რიტორიკა მსგავსია ნაიბ ბუკელეს მოდელთან ელ-სალვადორში, განსაკუთრებით მეგასაპატიმროების მხარდაჭერასა და კანონის გამოყენებაში დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად. ტრამპმა ამ შედეგში დაინახა შანსი, რომ აღედგინა გავლენა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში. რუბიომ უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა აღნიშნა. მილეინ თავისუფლების წინსვლა აღნიშნა. ფლავიო ბოლსონარომ ეს გამარჯვება ბრაზილიისთვის მაგალითად გამოიყენა. ჯაჭვური რეაქცია აჩვენებს, რომ კოლუმბიის არჩევნები მხოლოდ შიდა საკითხი აღარ არის და კონტინენტური გარდატეხის ნაწილად იქცა. ინაუგურაცია დაგეგმილია 2026 წლის 7 აგვისტოსთვის იმ შემთხვევაში, თუ შედეგს საარჩევნო ორგანოები დაადასტურებენ. მანამდე კი ზეწოლა დიდი იქნება. ერთ მხარეს მემარჯვენეები მოითხოვენ, რომ ხმის მიცემის შედეგი მანიპულაციის გარეშე იქნას პატივცემული. მეორე მხარეს კი პეტრიზმი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიციები, როგორც არგუმენტად იყენებს მცირე უპირატესობას. და კონსერვატორი მოკავშირეები, როგორც კოლუმბიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ზეიმობდნენ ისე, თითქოს ლათინურ ამერიკაში მარცხენა ფლანგის კიდევ ერთი ნაწილი დაეცა. მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლე გითხრა და კარგად დაგაინფორმირო. ახალი ამბების მულები ვიდეოს არწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.